ხუთი ჰესი უნიკალური კურორტის მახლობლად გამოიწვევს თუ არა ჰესების მშენებლობა ბახმაროს ეკოსისტემის შეცვლას და საბოლოოდ კურორტის განადგურებას. სპეციალისტები დიდი რაოდენობის ხეების გაჩეხვის გამო მოსალოდნელ ეკოლოგიურ საფრთხეზე საუბრობენ. ნებართვის გამცემი ენერგეტიკის სამინისტრო კი გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტს იშველიებს. აი, კაშხალი, მერე მოდის არხი, და ახალი გეს. აი, ახლა ჩვენია. ბახვის 3, რომლის პროექტსაც მენეჯერი გვიჩვენებს ოზურგეთის რაიონში მდინარე ბახვის წყალზე ბახმაროს კურორტიდან დაახლოებით 12-14 კილომეტრში მდებარეობს. ბახვის 3-ის გარდა ამ რეგიონში კიდევ 4 პროექტი განხორციელდება, რაც საბოლოო ჯამში ელექტროგადამცემი ხაზის ბახვის კასკადის მშენებლობას დაასრულებს. წყალი აქ გადაიკეტება და წამოვა არხში. აი ეს არხი შენდება მთის ფერდობზე. მოვა აქა და დაადრიალებს აქ ტურბინებში. გარემოს დამცველები შიშობენ, რომ ჰესების კასკადის მშენებლობას აქ დიდი რაოდენობით ხეების გაჩეხვა მოყვება, რაც ბახმაროს უნიკალურ ბუნებას გაანადგურებს. ხდება თუ არა ვთქვათ ხეების გაჩეხვა? ნუ ძალიან მცირე. რა ტერიტორიას შეეხება ეს დაახლოებით რომ მოვიწეროთ? აი 8 მეტრის სიგანის ზოლია სულ, მე არაფერი. დაგეგმილი არის 10 ჰექტარზე მეტი ტყის განადგურება, იქ არის უნიკალური ბიომრავალფეროვნება. თუ კი რეალურად განხორციელდა ამ 5 ჰესის მშენებლობა ბახვის ხეობაში, ჩვენ კურორტ ბახმაროს დავკარგავთ. ჰესით სარგებლობის უფლების მქონე თურქულ კომპანიას, რომელმაც ელექტროენერგიის თურქეთში ექსპორტი უნდა განახორციელოს, ეკოლოგიური სამართლის ცენტრი არასაიმედოდ მიიჩნევს. ელექტროენერგია, რომელსაც გამოიმუშავებს ეს 5 ჰესი, გათვლილია ძირითადად თურქეთზე, ან თურქეთში უნდა მოხდეს მიწოდება. ამასთან ერთად არავითარ რეალურ გარკვეულწილად შეღავაც ვერ იგრძნობს მოსახლეობა. ენერგეტიკის სამინისტრომ, რომელსაც ჰესების მშენებლობის გარემოზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ ვკითხეთ, ეს დოკუმენტი მოგვაწოდა. 100 კილოვატის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის შემადგენლობა და მასშტაბი, ისე როგორც მისი სუბსტრატის გეოლოგიური აგებულება, გამორიცხავენ გარემოზე რამდენადმე შესამჩნევ ზეგავლენას. სად ვაშენებთ, როგორ ვაშენებთ, ეს არის დასაფიქრებელი. ახლა ჩვენისთანა პატარა რეგიონისთვის, საკურორტო ზონისთვის, მე ვფიქრობ, რომ იქ უფრო მისაღები იქნებოდა მცირე ჰესის აშენება. 5 ჰესის სიმძლავრე ჯამში 57 მეგავატი იქნება და მათი გამომუშავებული ელექტროენერგია თურქულ მხარეს უნდა მიეწოდოს.